თანამედროვე მსოფლიო ბაზარზე სანთლებისა და საპნის წარმოების ინდუსტრია თავისებურ რენესანსს განიცდის, სადაც აქცენტი მასობრივი ქარხნული წარმოებიდან მკვეთრად არის გადატანილი ხელნაკეთ ნიშურ მიმართულებაზე. დღეს მომხმარებელი ეძებს არა უბრალოდ ჰიგიენის ან განათების საშუალებას, არამედ პროდუქტს, რომელსაც აქვს ხასიათი შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით და რაც მთავარია ატარებს ემოციურ ღირებულებას. სწორედ ხელნაკეთი ნივთებისადმი გაზრდილმა გლობალურმა მოთხოვნამ მისცა ბიძგის სოციალური მეწარმეობის განვითარებას ამ სექტორში, რადგან სანთლებისა და საპნის დამზადების პროცესი არა მარტო შემოქმედებითი, არამედ ხშირ შემთხვევაში თერაპიული დატვირთვის მატარებელია. მსგავსი საწარმოები ქმნიან ეგრეთ წოდებულ ეთიკურ პროდუქტს, რომლის შეძენითაც საზოგადოება პირდაპირ მონაწილეობს კეთილ საქმეში და მხარს უჭერს დასაქმების ინკლუზიურ მოდელებს. სწორედ ამ გლობალური ჰუმანური ტენდენციის საუკეთესო მაგალითია ქართული სოციალური საწარმო, სოციალური თერაპიის სახლი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიზნესი შეიძლება იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ მოგებაზე, არამედ ადამიანების გაძლიერებაზე. ეს არის სივრცე, სადაც ფუნქციონირებს სახელოსნო და იქ დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საკუთარი ხელით ქმნიან გამორჩეული დიზაინის სანთლებსა და სხვა ხელნაკეთ ნივთებს. ამ მნიშვნელოვანი წამოწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის ლია ასანიშვილი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია და დეტალურად გვიამბობს, თუ როგორ იქცა ეს სახელოსნო შშმ პირთა სოციალიზაციისა და პროფესიული რეალიზების უმნიშვნელოვანეს კერად. მოგესალმებით, ქალბატონო ლია, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო ლია, უპირველესად მინდა დავიწყოთ სოციალური თერაპიის სახლის შექმნის ისტორიით. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და საკმაოდ საინტერესო ისტორიაც, ხომ? რა იყო ის პირველი იდეები, რის გარშემოც აიგო უკვე ეს სოციალური საწარმო? კი ბატონო, 1990 წელს დაარსდა სოციალური თერაპიის სახლი. ეს იყო პირველი ინიციატივა, თავისუფალი საქართველოს პერიოდი იწყებოდა, არც იყო ბოლომდე დამდგარი და ინიციატორი გახლავთ ფსიქოლოგი, ჩემი ჯგუფელი მარინა ბულია. მე თავადაც ფსიქოლოგი ვარ და ასე ვთქვათ, ქალებმა, ფსიქოლოგებმა წამოვიწყეთ ეს საქმე, იმიტომ რომ იმ პერიოდში არ ჩანდა გარშემო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგები ვიყავით, ვერ ხედავდით ვერც ქუჩაში, ვერც კაფეში ან ასე შემდეგ. და ეს ინიციატივა იყო გაკეთებული იმიტომ, რომ უკვე მოდიოდა ის დრო, რომ ყველა ადამიანს თავისი უფლებრივი სფერო გაეშალა, რეალიზება მოეხდინა, გამოჩენილიყო და არ ყოფილიყო დამალული და დაფარული ოჯახებში. ძალიან რთულად წავიდა ეს საქმე, იმიტომ რომ ბინა-ბინა დავდიოდით, არ გენდობიან თავიდან ოჯახები, მშობლები და რაღაცებს ვაკეთებდით მათთან ერთად. მაგას ჩაის სუფრის გაწყობა, წაკითხვა, რაღაც თამაშები. რადგან ესენი კლასელები იყვნენ ერთმანეთის, გავცედა ხმა, რომ რაღაც უცნაური გოგოები დადიანო, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით ჩვენ მაშინ, ახალი დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი და აი ასეო ცოტა გამოგვათავისუფლესო ამ რუტინისგან მშობლებმა. 5 ადამიანი შეიკრიბა და მაშინდელმა ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიყო 16 სართულიანი კორპუსები, რა ხიმინჯებზე იდგა ადრესენი და აი ხიმინჯის ნაწილი გამოგვიყო და ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარის მამამ ამოგვიშენა ეს ფართი. რაც ქონდა სახში მოვიტანეთ მაგის სკამი და სკამი, საქსოვი, რა ვიცი, რაც ქონდა სახში. ესე აკოწიწდა 5 ადამიანისგან. შემდეგ უკვე თავისუფალი საქართველოს პერიოდი წავიდა, ძალიან ბევრი ინიციატივები და სხვათა შორის ევროპიდან დიდი ყურადღება იყო ზუსტად ესეთი ინიციატივის გაღრმავებისა და წინსვლისათვის და ჩვენც დაგვეხმარე როგორც ფინანსურად პროექტების სახით წერდით, ანუ რა წვლილის შეტანა გვინდოდა და გვეხმარებოდნენ ძალიან კვალიფიკაციის მხრივ. გაიარა ყველაფერმა, რაც საქართველოს თავზე გაიარა, ჩვენ და ჩვენი სამშობლოს ბედი ერთად მიდის და ამჟამად 54 ყავს თბილისელი. ესენი არიან დასრულები, იმიტომ რომ ბავშვთა სფერო მეტნაკლებად ყურადღება მიქცეულია, მიხედილია, მაგრამ აი მერე სად მიდის ადამიანი, ვერსად ვერ მიდის. და ამიტომ შევქმნით ჩვენ სახელოსნოები, 8 სახელოსნო გახლავთ
თექა, სანთლების სადურგლო, მეორადი ქაღალდის სტამბა, სამკინძავ ასე შემდეგ და რადგანაც დასრულები არიან, გადავწყვიტეთ კი ეს ერთ-ერთი მეთოდია, ტრიალური მეთოდი ქვია, შრომით ხელოვნებითი თერაპიით და ინტეგრაციით ადამიანის უნარების გაშლა. და შესაბამისად ნელ-ნელა უკვე წარმოებისკენ გადავედით. იმიტომ რომ თავიდან სასწავლო სახელოსნოები იყო ეს, შემდეგ შერეული იყო სასწავლო და ცოტა კიდევ ბაზრობებისთვისაც ვამზადებდით გასაყიდად და ეხლა უკვე ისეთ ფეხზე დამდგარია, ტექნიკურად აღჭურვილია, ტექნოლოგია ისეთ დონეზე ავიყვანე, რომ თუ ვინმეს უნდა სწავლება, ვასწავლე დიდი სიამოვნებით სანთლის გაკეთებას, არ ვიცოდი, მივარდებოდა, მიფუჭდებოდა, მეღრიცებოდა და ასე შემდეგ. და ტექნოლოგიურადაც გამართული და თვითონაც დაოსტატებულები არიან. თუ სახელმწიფოდან ხელშეწყობა იქნება, შესაძლებელია, რომ ასეთი მცირე სახელოსნოები გამრავლდეს, დასაქმებულებიც იყვნენ, იმუშაონ კიდევაც ბედნიერადაც იქცონ თავი და საჭიროდაც. ამჟამად უკვე ისეთ მასე ვართ გასული სამწუხაროდ არ წამოვიღე. კი მაქვს წამოღებული, მაგრამ დავტოვე იქეთკენ. ეს არის ძალიან მაღალი თქვენ როგორც აღნიშნეთ, ესთეტური სანთლები, თითოეული ცალობით გაკეთებული, ფერში, ფორმაში. აი ახლა მაგათაც ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო საახალწლოდ. კი. შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტი არ გვყავს. ხო, ვინ არის ხოლმე ძირითადად მოთხოვნის მხარეს? თუ მაგალითად აი ბიზნესები ინტერესდებიან, კორპორაციული სეგმენტი თუ ინტერესდება თანამშრომლობასთან დაკავშირებით? იცით როგორ არის კორპორაციული სეგმენტი, თუ ჩვენ აი გაუჭირეთ საქმე, რომ აი ჩვენ შესთავაზეთ. კი, იმიტომ რომ კონკურენცია ძალიან დიდია. ძალიან ბევრი ხელმარჯვე ადამიანია, თვით დასაქმებული, სახლში მყოფი, ასე პატარა სახელოსნოები, არტელები, რა ვიცი, თბილისში რო გახოს, ყველა კუთხე კუნჭულში არის, ხო? თორჯინიდან დაწყებული, რასაც გინდა გაგიკეთებენ, მაგრამ სანთელზე ღვთისყალობით შეჯერობით არ აყვავს კონკურენტი და კორპორაციულები გვაქვს შეკვეთები. კი ბატონო. აი დაახლოებით რა რაოდენობის დამზადება შეუძლია საწარმოს? ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ როდესაც არის მაგალითად სხვილი შეკვეთები, ამ შემთხვევაში თუ უმკლავდება. კი. უმკლავდება, რატომ იცით, თუ დროულად მოგცეს შეკვეთა და 2 დღეში არ უნდა 2000 სანთელი, რომელსაც მხოლოდ საწარმო თუ გააკეთებს. ჩვენი წარმადობა ასეთია, კვირაში შეგვიძლია 200 სანთლის გაკეთება, 5 სამუშაო დღეში, ანუ დღეში 40. მეც იმიტომ ვერ ვაკეთებ, რომ ამას შრობა უნდა. და ძალიან ბევრიც რომ ჩამოვიტანო მასალა და ყალიბები, ძაფი და ეს ფუჭდება. ეს არის ძალიან ფაქიზი პროდუქცია. ეს არ არის ხერო დაალაგო მერე და დაასაწყობო ან მოქსოვო და დადო. შუქთან, ტემპერატურასთან გზნობიარია ძალიან და ხუნდება, იღრიცება და ასე შემდეგ. კორპორაციულები არის, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან დაგვეხმარა სოციალური ქსელები და ინტერნეტ სივრცე. როდესაც გავუშვებ ხოლმე ასე ვთქვათ, პატარა ეს გადავიღებ სიუჟეტს სახელოსნოში, როგორ ფუსფუსებენ ჩემები, როგორ ვაკეთებთ, როგორ ისხმება, რა ტიპის სანთელს ვთავაზობ, აი მაშინ მოდის ძალიან დიდი რაოდენობით შეკვეთები, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ნუ აი ახალგაზრდები არის პირდაპირ ჩვენი გამწევი ძალა. მეტი სოციალური პასუხისგებლობა აქვთ, რაღაც სხვანაირი ჰუმანური დამოკიდებულება აქვთ, მოდიან, აინტერესებთ, ვასწავლი, მათთან ერთად აკეთებენ და მერე უკვე თავიანთ სამეგობროს აჯანყებენ, რომ არიქა, აბა ვიყიდოთ და არის ერთი ამბავი ხოლმე. ანუ ინტერნეტ სივრციდან უფრო ვყიდით. კორპორატიულებს ძალიან დიდი ენერგია მიაქვს, იმიტომ აი აღარა ვართ ხოლმე რა. აღარ გინდა, იმიტომ რომ სადღაცა იჭედება. ქალბატონია, როგორ უნდა გიპოვოთ მომხმარებელმა სოციალურ ქსელში, რა სახელით პოზიციონირებს? კი ბატონო, ჩაწერენ სოციალური თერაპიის სახლი, გამოვა ესეთი ხუთკუთხა ლოგო, 2 ასეთი ხელით და დამეგობრება და შეკვეთა შეუძლიათ შეკვეთა ნებისმიერ დროს, საქორწილო სადაბადების დღეო, სამეგობრო ძალიან კარგად მუშაობს აი ეს სეკრეტ სანტა და სამეგობრო რაღაც ისინი რომ არის ჩვენიერი ტრადიციები მოგონილი. აი ხლა 8 მარტს მაგალითად ისეთი ვარდები მაქვს ულამაზესი პატარებით და აქვე გეტყვით ფასაც
ეს არ არის ძვირი სანთელი. აი ძალიან დეკორატიული, აჭრილი, ლამაზად, ხო? სანთელი დაახლოებით აი ასეთი სიმაღლის, რომელიც 38 საათი იწვის, ჩააქრიანთე. ხის 10 ლარი. ხელით ვხატავს ევიდან, მაგალითად თოვლიან სოფლებს, ხო, აი ზამთარში, ეს 12 ლარია უკვე. ჩვენ ფაქტიურად თვითღირებულებით ვყიდით, იმიტომ რომ მოგებაზე არ არის ორიენტირებული და ყველა შემოსული თანხა ხმარდება ბენეფიციარის საჭიროებებს. იქ ბენზინს, რომელი მანქანებითაც ვატარებთ, პროდუქტს, კომუნალურ გადასახადებებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიბეგრებით ჩვეულებრივ როგორც ბიზნეს სექტორი, არა გვაქვს შეღავათები და ველოდებით რომ საკანონმდებლო ცვლილებები წავიდეს, ხო? ხო, რამდენად რეალურია ცვლილებები, რამდენად გააქვთ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შესაძლებელი? იცით რა არის, თუ ლობი არ ყავს, ძალიან ძნელია რომ პრაქტიკოსებმა ვიბრძოლოთ. ხო და რომ დაიქირაო ეს კიდევ ის არის ხო თანხა. ანუ ძალიან კარგი ქსელია სოციალური დღის ცენტრების ქსელი და ალბათ მაგამდე მივალთ რომ რაღაცა საერთო სალაროს გავაკეთებ და ჩვენ გვჭირდება ბუღალტერი რომელიც გათვლის კარგად თანხობრივად საჭიროებებს და იურისტი რომელიც გლობირებას დაიწყებს, იმიტომ რომ ეს ხელმოწერილი არის შეზღუდო შესაძლებლობის კონტროლი, პირთა უფლებები, დიდი ხანია, მაგრამ ხომ უნდა გატარდეს ცხოვრებაში, როდისმე დამიბერდნენ 16-18 წლისები მოდიოდნენ და 48 წლისები გახდნენ. რამდენი ადამიანია ახლა ჯამში? 54-ია ერთიანად, მაგრამ სანთლების სახელოსნოში 8 ადამიანი ესე 8-10-ია ესეა გადანაწილებული და არა მარტო სანთლები, არამედ აი სადურგლოს ძალიან ლამაზი დასაჭრელები, ჩარჩოები, რა ვიცი თუ რამე ფანტაზიაში არსებობს. ასევე საქსოვის პრინტი, აი რო იპრინტება. მათ აქვს შეკვეთები კორპორაციული, იმიტომ რომ ლოგოები ჭირდება სულ და სანთელი ძალიან მაღალი ესთეტურია. და იმას ჭირდება მართლა გემოვნებიანი მყიდველი და გემოვნებაც იხვეწება მათი. ანუ როგორც საზოგადოება გვიჭერს მხარს, ისე ჩვენ შეგვაქვს წვლილი გასახარად ბავშვების, ოჯახების და ეს ორმხრივია ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა საზოგადოების გულისხმობა ამ შემთხვევაში და თქვენ დიდ მადლობას გიხდით რომ ამის საშუალება მოგვეცით. მადლობა თქვენ რომ ხართ ჩვენთან ერთად. ქალბატონელია, რა არის ის გამოწვევები, რაც გაქვთ, რა მხარდაჭერა სჭირდებათ სოციალურ საწარმოებს, უშუალოდ სოციალური თერაპიის სახლის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, თქვენ ახსენეთ ისიც რომ მაგალითად ევროპის ქვეყნები, ევროპული დახმარება მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მატერიალური მიმართულებით, არამედ კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, თუმცა ვიცით რომ ამ მიმართულებით ახლა გამოწვევებია და ეს დახმარებები ფაქტობრივად აღარ არის. შესაბამისად, რა არის ის მთავარი გამოწვევები, რასაც აწყდებით და რა სირთულეებია, რომლის მოგვარებასაც ისურვებდით? ერთი მხრივ დაბეგრო ახსენეთ, ხო და ამაზე ვისაუბრეთ, თუმცა მიღმა ამისა რა არის მთავარი პრობლემები? ესე იგი, როგორ არის იცით, სოციალური საწარმოებებში სხვადასხვა ბენეფიციარები არიან, ბენეფიციარები კი მონაწილეები. ჩვენი განსაკუთრებულად სხვანაირია, იმიტომ რომ ჩვენთან ფაქტობრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაოსტატება ხდება. მთავარი გამოწვევა არის მე რომ მკითხოთ მათი დასაქმება. უკვე დახელოვდნენ იმ დონეზე, რომ დასაქმდნენ გარე ბაზარზე, მაგრამ გარე ბაზარზე არ არის აი წვრილი ბიზნესის ხელშეწყობა. კი ბატონო. დაფუძნებიდან დაწყებული, დამთავრებული დისტრიბუცია, გაყიდვა, გატანა, ამაში სახელმწიფოს თუ არ დაგიჭირა მხარი, ეს წარმოუდგენელია, რომ ერთმა ადამიანმა, თქვათ აი მე როგორც სახელოსნოს ხელმძღვანელმა, გამოვეყავი, თქვათ სოციალური თერაპიის სახლს და უკვე როგორც ბიზნეს საწარმო ისევ აქციეს. წარმოუდგენელია თუ სახელმწიფო ამაში არ ჩაერთო. ეს ძალიან ბევრ კურდღეს იჭერს ხელს ოჯახების გაძლიერება ფინანსურად, პიროვნულის და მათი შემოსავლები და საზოგადოებაში მეტი ჩართულობა. მეორე ეს არის გამოცდილების გაზიარება. უნდა იყოს მეტი შეხვედრები გამოცდილების გაზიარების, იმიტომ რომ მე ვიცი არის წარმატებული ასეთი ისინი მეწარმეები, რომელთაც შეუძლიათ ეს გზა გაიარეს და დამაკვალიანონ, მაგალითად მე დაინტერესებულები ან რომელიღაცა ახალგაზრდა, რომელსაც საქმის წამოწყება უნდა, ხო? ანუ გაერთიანება, ეს უნდა იყოს რაღაცა პროფესიული კავშირი. გინდა ქალების დავარქვათ, გინდა პროფესიული, გინდა. მეორე გამოწვევა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე
საკანონმდებლო სისტემა თუ არ დაიხვეწ, ანუ წვრილ-წვრილად უნდა ჩავიდეს ძირამდე. ეს ლოზუნგების დონეზე არ შეიძლება, გახდი ბედნიერი, ჩვენ თქვენთვის მუშაობთ და ასე შემდეგ, ხო? ეს წარმოუდგენელია რა. ამ ლოზუნგების მიღმა უნდა იყოს რეალური შედეგი და რეალური ნაბიჯები. ადამიანი უნდა იყოს ცენტრალური ფიგურა, რომელზედაც სახელმწიფო მოარგებს, ხო? თუ ბავშვებზე ზრუნავს, მაგალითად განათლებაზე, თუ ქალბატონებზე ზრუნავს, კი ბატონო, უპოვარებზე ზრუნავს და დანარჩენი ეს იცით ამ ხელამასა არის შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირები, ეს არის 10% მოსახლეობის. ესე რომ ავიღოთ ზოგადად 3 მილიონი ვთქვათ, მოსახლეობაზე 350,000 ადამიანია. მათ ხო უნდათ ღირსეული ცხოვრება. აი ეს გამოწვევები გვაქვს, რომ ამ სფეროს უნდა მიხედოს სახელმწიფო ისევე ძლიერად, როგორც მაგათაც ჯანდაცვის სფერო ცდილობს, რომ ონკოლოგია დააფინანსოს ან ასე შემდეგ, ხო? ეს დისკრიმინაციულია ძალიან. ჩვენ ველოდებით გაუთავებლად, მარიამ. 40 წელი გახდება, მალე რაც დავარსე, სულ ველოდებით, სულ სხვა არის პრიორიტეტი. ანუ სხვა ჯგუფს ვამბობ, საზოგადოების ჯგუფს. ასე არ შეიძლება გადის ცხოვრება და ღირსია ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი, თავის სამშობლოსთვის იღვაწოს. იღვაწოს თავის სამშობლოს. ჩვენ არ მათხოვრობთ, რომ აი გადმომირიცხე, ჩამირიცხე. ჩვენ კი გავაკეთეთ გვერდი, გახდით ჩემი მეგობარი. და ეს ზუსტად იმიტომ, რომ ცნობადი გავხდეთ და ბოლოს და ბოლოს ისე ვამბობ, თითოეული გადმორიცხული კაპიკი ისევ იმ სანთელში და ხის მასალაში და საკვებში წავა, ხო? ამისთვის გავაკეთეთ, რომ პირველი გავხდეთ ცნობადები და მეორე უფრო მეტი ჰუმანიზაცია მოხდეს საზოგადოების. კი ბატონო. ხალბატონი ლია, ახლა სოციალური საწარმოს ერთადერთი ესე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, შემნახველი არის თავად მომხმარებელი, ხო, ვინც ყიდულობს იმ პროდუქციას, რასაც თქვენ ამზადებთ? არა. მომხმარებლიდან შემოსული თანხა ჩვენი ბიუჯეტის 27%-ს ავსებს მარტო. ანუ ჩვენ და ჩვენარი ტიპის მომსახურების ცენტრებს სერვის ცენტრი დავარქვათ. აი დიდი ქუდის ქვეშ სოციალური თერაპიის სახლი, კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას უსაჭიროებენ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობს. მის ქუდის ქვეშ არის სოციალური თერაპიის სახლი, დღის ცენტრი. დღის ცენტრს ჩაშლილი არის 8 სახელოსნოთ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კვალიფიკაციის კურსები სოციალური თერაპევტის, სტამბა-საამკინძაო და ასე შემდეგ. ჩვენ ფაქტიურად გვინახავს, ახლა ამჟამად მართალია არაღირსეულად ძალიან მცირედი ბიუჯეტით სახელმწიფო პროგრამა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ვაუჩერს გაცემეს. კი. ეს აი როგორც სკოლაში რომ სკოლას უხდიან ვაუჩერს თითოეულ მოწაფეზე. ან დაფინანსება უნივერსიტეტში რომ 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტს, ხო? მაგრამ ჩვენ ეს შრომა იმ დონეზე ავიყვანეთ, რომ მივიღეთ მაღალი დონის პროდუქცია და მოთხოვნა. და მოთხოვნა და შესაბამისად. მაგრამ ეს არის მხოლოდ 27% მარია. კი ბატონო. ხალბატონო ლია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, გადაცემაში სტუმრობისთვის და მოკლედ გისურვებთ ყველა მიმართულებით წარმატებას. და იმედია ის პრობლემებიც, რაც გააჟღერეთ დღევანდელ ეთერში, აუცილებლად მოგვარდება და წინწავა ეს სექტორიც. დიდი მოკითხვა ჩემებისგან, 54 ბენეფიციარისგან ძალიან გაუხარდათ. და სიუჟეტს ვნახავთ, იმედია გაუხარდებათ, რომ მათ შესახებ ვისაუბრეთ. მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ ლია ასანიშვილი, სოციალური თერაპევტი, სანთლების სახელოსნოს ხელმძღვანელი, კავშირის გამგეობის წევრი გსტუმრობდა გადაცემაში.